შეგერგოს. რაიონში სხვა გზა არ არის? აქ რატომ გამოიარე? დაო, ეს საერთო ქუჩაა, სადაც მინდა იგავივლი. დაო, მიდი შენი გზით იარე ძმაო. წადი, მიდი. არა ლოდინო. მიდი. სხვა საკითხი თუ არის განსახილველი. მგონი დღეისთვის საკმარისია. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ, წარმატებები. წარმატებები. ოზანა, სანუ მეყურებ, ეს ჩინარის იდეა იყო. სიმართლე გითხრა, პირველ დღეს ასეთ პერფორმანსს არ ველოდი. ბოდიში რა პერფორმანსი. საკუთარი აზრის დაფიქსირება პერფორმანსი როდის აქეთ გახდა. თქვენ რას აკეთებთ? ბატონ ოზანს უსმენთ და ეთანხმებით. უმასეა. ჩაღლა, შეგიძლია მარტო დაგტო. ჩინერთან საუბარი მინდა. ო, ველაპარაკოთ. კარგი. შოუ შედგა. ბრავო ჩინარ. მაგრამ პირად ამბიციებისთვის სხვა სათამაშო უნდა ნახო, რადგან კომპანიაზე არაფერი იცი. შენ ყველაფერი იცი არა? მე დავიჯერე პირველად შენი იდეა. ჩაღლა და მამაც მე დავარწმუნე. გეყოფა ჩინარ. გაბრაზებული ხარ და არასწორად ამბობ. გაჩერდი. სერიოზულად თუ მიიღებ ამ ყველაფერს და გიპასუხებ, უკან დასახევი გზა აღარ დაგრჩება. მიდი დაიწყე. არ მაინტერესებს ოზან, რა გეგმა გაქვს. კომპანიაში მოსვლით და ბრძანებებით გინდა ეს რას გულისმოგება, ამიტომ დადგე ეს შოუ. რა შოუ, რას ბოდავ? ის მიმიღე რაც მეკუთვნის. კარგი იქნება თუ მიეჩვევი. თუ ზღვარს დაიცავ, პრობლემა არ მექნება ჩინარ. არი დარდო ოზან, ძველი დრო დამთავრდა. მარტო ვერ მიიღებ გადაწყვეტილებებს. წარსულს ჩაბარდა ის დრო. იმედია გამკლავდები, რადგან მუშაობა ბევრად რთულია ვიდრე ლაპარაკი. მისმენა ოზან. ჩაღლამ არაფერი არ იცის და არ გავედო თქვა, რადგან ძალიან გენდობა და გული ეთკინება. არი დარდო დეიდა მენექშე. ვინ აღარ გამიშორებია? ჩემი სპეციალობაც სწორედ ესაა. პირველივე მოსმენაზე მოვაგვარებთ პრობლემას, ალიმენტსაც მოვითხოვთ. არა, ალიმენტები არ მინდა. როგორ არა? ერთ კაპიკსაც არ დავუტოვებთ, დედოფალი ვითიცხოვრებ. არა, საკუთარ თავს მიხედეს. მე ესეც მეყოფა, არ მჭირდება ალიმენტები. კაფე და სახლი შენია. მოტოციკლიც გყავდათ არა? არც მას დავუტოვებთ. ისედაც მამამ დაგიტოვა ნახევარზე მეტი და პრეტენზიას ვერ გამოთქვამს. მის წარუმატებლობის საწინააღმდეგოდ გამოვიყენებთ. რას ამბობს, სირცხვილია? დეპრესიაში ჩავარდება. იალჩინი სხვანაირია. დეიდა მენექშე, დარწმუნებული ხარ რომ განქორწინება გინდა, თუ გინდა თავიდან დაქორწინდით. არა, არ მინდა, რა სისულელია. ვშორდები. ყველაფერზე ვთანხმდებოდი, რასაც აკეთებდა. გვერდით ვედექი, მაგრამ ღალატი უპატიებელი რამეა. ვშორდები. გამარჯობა, კეთილი იყოს. მადლობა. მზად არის? დიახ, მზად არის. მადლობა. რას აკეთებს? რამდენი წლის ხარ და კიდევ არიშლი ქალებთან სიარულს? როგორ სუნავს ამ ქალს? ღმერთმა არ დაგწყევოს. მადლობა. მადლობა თქვენ.
კეთილი იყოს, რით შემიძლია დაგეხმაროთ? არ გცვენია, ამ კაცს ცოლი ყავს. რა, ვერ ხვდები რაზე ლაპარაკობთ? მოდი აქ ამ კაცზე გელაპარაკები, წეღან რომ მე ფლირტავებოდი. ვის ვაფლირტავებოდი, რას ამბობთ? უსინდისო, უსირცხვილო ქალო. ამ კაცს ცოლი ყავს, ცოლი. 2 დიდი და საზიზღარი შვილი ყავთ. შენ კი რას აკეთებ? ვინ კაცი, რაზე ლაპარაკობთ? ამ კაცზე წეღან რომ მე ფლირტავებოდი. ბატონი იალჩინი? ო, ბატონი იალჩინი. მაშინვე მიხვდი არა? ბატონი იალჩინზე გელაპარაკები. დამშვიდით, ყველაფერს აგიხსნით. მომიყევი სწრაფად. დაჯექი და ყველაფერი მომიყევი. ეს რა? ბატონი ჩინარი თავისთან გელოდება. კარგი. ბატონი ჩინარი არა? აი ეს მესმის. მობრძანდით. კალბატონო ეს რა? დაბრუნდით. ძალიან მიხარია. შენც დაბრუნდი. ოღონდ ბატონი ჩინარის სტატუსით. რატომ არ მითხარი? მაპატიეთ თუ რამე არასწორად გავაკეთე ბატონო ჩინარ. არა. ბუდიში უნდა მოგიხადო. სიმართლე უნდა მეთქვა. მაგრამ ასე იყო საჭირო. არა უშავს. ყველას გვაქვს ჩვენი საიდუმლო. ხო. მაგრამ მე მაინც უნდა მეთქვა. თუმცა მამა ჩემის მკაცრი მოთხოვნით ვერ გითხარით. დამსაჯე ცხოვრების ტკბობის გამო. ძალიან ბედნიერი ვარ სტაჟიორი რო ვიყავი და გაგიცანი. მე არ გამიხარდა რომ ბატონი ჩინარი გახდი. ახლა ძველებურად ვეღარ ვიქნებით. რა სისულელეა ეს რა? არაფერი არ შეიცვლება. თავიდან ვერ მომიშორებ. ამას ახლა ამბობ. დროთა განმავლობაში შეიცვლება. შენ თვითონ ვერ წმუნდები. ო მართლა. შენ შეგიძლია ყველაფერი მითხრა. ყველაფერი რაც გინდა. და რაც შენ ცხოვრებას ეხება. მე მოგისმენ. კარგი, მაგრამ სათქმელი არაფერი მაქვს. არა, კარგი. უბრალოდ გაითვალისწინე რომ ჩემი ნდობა შეგიძლია. კარგი, ახლა წავა. ეს რა? ამ სიტუაციას უნდა შევეგუო და შენი დახმარება მჭირდება. რა თქმა უნდა, მითხარი რით შემიძლია დახმარება. მადლობა. ბოლო პროექტი რომელიც გააკეთეს, ხომ გახსოვს? საქორწინო ორგანიზაციასთან კონტრაქტი რომ დავდეთ. მოკლედ ყველანაირი ინფორმაცია მჭირდება. დაწვრილებითი ანალიზი. ყველა დეტალი უნდა ვიცოდე. კარგი, გასაგებია. მაშინ ყველაფერს დოსიეში ჩავდებ და შემოგიტან. მადლობა. არაფრის ბატონო ჩინარ. კიდევ მიბრძანებთ რამეს? ეს რა გეყოფა? კარგი, ვიხუმრე. ასე ხშირად ვიხუმრებ ხოლმე, გესმის? ოზან შეიძლება შემოვიდე. მოდი ჩაღლა. მართალი ხარ რომ ბრაზობ, მაგრამ მართლა არ მეგონა თუ ასე იქნებოდა ყველაფერი. ჩაღლა ასეთი სიურპრიზები რას ნიშნავს? როგორ არ მითხარი რომ ჩინარმა მამა შენის აქციები გაიფორმა? ოზან გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღეს. გუში როცა ჩინარმა არჩევანის წინაშე დააყენა, მამამ გადაწყვეტილება ასეთი მიიღო. მართალი ხარ, მეც ვფიქრობ რომ ჩინარს მეტი მოსდის, მაგრამ დამშვიდდება. როგორ? ამდენი საქმე გვაქვს. ჩინარს გაუწიო ძიძობა. არა. ვერ ხვდები ასეთი დაძაბულობა რატომ არის თქვენ შორის? მეგობრები არ ხართ? მეგონა გაგეხარდებოდა ეს ამბავი. მაგრამ ამ ბოლო დროს ორივე უცნაურად იქცევით. რა ხდება? მომიყევი. არაფერი. ხდება ხოლმე ჩაღლა. განსხვავებული აზრების გამო ცოტა დავიძაბეთ, მაგრამ არა უშავს დაივიწყენ. ჯერ ჩინართან მინდოდა შესვლა, მაგრამ ეს რას ელაპარაკებოდა. მასაც ვკითხავ რა მოხდა თქვენ შორის. ეს რა? ჩინარის კაბინეტში იყო? ხო, რა მოხდა? საინტერესოა. საინტერესოა. რა არის საინტერესო ოზან? სამსახურში ერთად აღარ არიან ჩაღლა. ამიტომ არის საინტერესო. დედიკო. დედა, რა გაშორება? რა ადვოკატი? რა დაგემართათ? ბავშვები ვითიქცევით. მამა არ გეღალატებდა მეთქი. მიღალატა, ვერ ხედავ რომ მიღალატა. უდანაშაულო რომ იყოს თავს იმართლებდა.
თვითონ კი გაიქცა და იქით არის ნაწყენი. ისიც კი არ უთქვამს, რომ ნანობს ეს რა, ამას ვერ გადავიდან. დედა, რომ დალაპარაკებოდი და მშვიდად მოგესმინა, აგიხსნიდა, მაგრამ ლაპარაკი არ შეგიძლიათ, ვერ ხვდები რა დაგემართათ. კარგი, დაივიწყე, შერაშვები, მოგენატრა ოფისი. ძალიან დედა, არ მოგატყუებ, მართლა მომენატრა. მისმინე, აქ ყველაფერი ისე ჩაიხლართა, როგორც ჩვენს რაიონში. სინამდვილეში ჩინარი ამ კომპანიის პარტნიორის შვილი ყოფილა. ჩაგლას ტყუპის ცალი. რა? ვერაფერი გავიგე. საღამოს მოვალ და მოგიყვები. შენ არ მოიწყინო, კარგი? კარგი, კარგი შვილო. წავედი, კოცნი. მიდი, დედიკო, დროებით. გისმენთ? კარგი, ახლავე მოვდივარ. 2 წუთი მაინც დამაცადეთ. კარგი, მერე მივხედავ. შემოდი. გისმენ ბატონო ოზან. ჩინარს ელაპარაკე. ხო, ბატონ ჩინარს. რაზე ელაპარაკე? არაფერზე. ბოდიში მომეხადა, რომ ამ ამბავს მიმალავდა. ბოდიში მოგიხადა. და იმან რომ ბატონი ჩინარი გახდა, შენში რამე შეცვალა? ემოცია, გრძნობა. ვერ გავიგე? ახლა კომპანიის პარტნიორია. არა. გამიკვირდა, მაგრამ მე რა შუაში ვარ? რა ჩემი საქმეა? კარგი, გასაგებია. 1 წუთით. ჩინარი და ჩაგლა თუ ტყუპები არიან, შენ ჩინარის მეგობარი ხარ. ხო, ოზან ვერ ვიჯერებ. ამდენი ხანი მიმალავდი? მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემდი. მოიცადე. მთელი ეს დრო ჩინარზე ეჭვიანობდი. არა და შენი მეგობარია, არა? ჩემი მიზეზები მქონდა. რა? 1 წუთით. აქ ამისთვის დამიბარე? ხო, ოზან, უამრავი საქმე მაქვს. ჩინარისთვის დოსიე უნდა მოამზადო. კარგი. თუ სხვა საქმე არ გაქვს, წავალ. არა, შეგიძლია წახვიდე. გისმენ ჩინარ. ჯერ ვერ გავაკეთე. ბატონმა ოზანმა დამიბარა. კარგი, კარგი, ახლავე მოგიდან. ღმერთო მიშველე. მოვედი. დოსიე მზად არის. მადლობა. რა მოხდა? ბატონმა ოზანმა რატომ დაგიბარა? უпроსტორად ოზანმა. რთულია გადაწყობა. რაზე გელაპარაკა? ჩინარ წადი და კითხე, შენი მეგობარი არ არის? ყველაფერს მე რატომ მეკითხებით? დღეს უცნაურები ხართ. ცოტა ხანში ვიფიქრებ, რომ ოფისში ტყუილად დავბრუნდი. კარგი, მოიცადე. ნუ ბრაზობ. დამშვიდდი. კარგი. მე რა ვკითხავ? ბოდიში ბატონო ჩინარ. კარგი რა, ბატონ ჩინარს ნუ მეძახი. რა მეგნებავთ ბატონო ოზან? არა, პენარ, მუშაობა გააგრძელე. ახლა შემოდი ჩემთან კაბინეტში, სასწრაფოა. ეს რა ხდება? სად გავიხარ? რაღაც საქმე მაქვს, ისეთი არაფერი. ოზან რა მოხდა? დამიბარე და მოვედი, რა ხდება? ყავა შევუკვეთე. ყავა? ხო, დაიღალე და დაისვენე. ყავა დავლიოთ. რა ყავა ოზან? სასწრაფო საქმეაო და გიჟივით გამოვარდი. იოლის სამუშაო. ოზანი თავისუფალია. ეს რა შესული, მაგრამ თუ გნებავ თუ ეტყვი. კარგია. უკაცრავად? არა, არაფერი. მადლობა. ოზან და წავიდე. ბევრი საქმე მაქვს. დღეს საერთოდ არ მიმუშავია. კარგი, ნუ ბრაზობ. ყავა მერე დავლიოთ.
ეს რა მნიშვნელოვანი საქმე მაქვს შენთან. შეგიძლია გამოხვიდე. წავედი. კარგი, დროებით. გისმენ ჩინარ. თქო მითხარი რომ ამჯერად მართლა მნიშვნელოვანი საქმეა. ძალიან დავიღალე, რა მოხდა? კარგი დაჯიქი. ამ საკითხზე უნდა დაგელაპარაკო ეს რა. გოლის სტაჟირება უკვე გაიარე არა ეს რა. ყველამ დაინახა რომ საქმეს თავსართმევ. მე კი ასისტენტი მჭირდება ახალ პოზიციაზე. მერე? ანუ ასისტენტობას გთავაზობ. არა, არასწორად არ გამიგო თუ გინდა სხვა სახელი დავარქვათ, როგორც გინდა. რა სიტყვი? არ ვიცი. ძალიან მოულოდნელი შემოთავაზებაა. ხო, ვიცი. ვიცი რომ ბევრი ნიუანსი უნდა გავიაროთ. მაგრამ თუ გინდა საღამოს ვივახშმოთ და დეტალებზე ვილაპარაკოთ. კარგი? კარგი. მაგარია. ანუ შევთანხმდით. იოლი სამუშაო. მადლობა, კეთილი იყოს. აკრეს აკეთებ. ქმარი წამართვი და ახლა დასაცინეთ მოხვედი. ქალბატონო მენექში, მოკკლავ, გაგჩეჩავ გველა. ქალბატონო მენექში, აქ რატომ მოვიდა? გავგლიჯავ. მომისმინეთ ქალბატონო მენექში, რაღაც მინდა გაჩვენოთ. ეს რა არის? სუნამო, რომელიც ბატონმა იალჩინმა შეუკვეთა. ქრიზანთემების არომატი აქვს. სახელიც დაარქვა. მენექში. ახლა დამამზადეთ. ანუ საქმეზე შეხვდით ერთმანეთს, არა? დიახ, სუნამოს გამო რამდენჯერმე მოგვიწია შეხვედრა. შეიძლება სიურპრიზი გავაფუჭე, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე. მგონი რაღაც გაუგებრობა მოხდა ჩემს გამო. ხო, რა კარგი სუნი აქვს. მე რატომ არაფერი მითხრა? გაყიდვაში სანამ გამოვიდო და არ უნდა დათქმა. სიურპრიზს აკეთებდა. მომამ სიურპრიზი გაგიკეთა. რა საყვარელია. სასიამოვნო იყო, მე წავალ. ჩემთვისაც. მაპატიეთ გველი რომ დაგიძახეთ, გაბრაზებული ვიყავი. ო, ვერ ხვდებოდა რას ამბობდა. არა უშავს, ნახვამდის. ნახვამდის. ქედავდედა. იალჩი. რა რომანტიკოსია ეს კაცი. სუნამო დაამზადა. აი თორმე საქმე რაში ყოფილა. ეკო ეს რა გავაკეთე? ო, რა გააკეთე? რა გააკეთე და კაცი გააგდე. ნივთები ფანჯრიდან გადაუყარე. თანაც ხალხის თანდასრებით შეერცხვინა. დაწყევლე კიდეც. ხო, რა აღარ გუთხარი. და არც მოусმინე. რა მოხდა? არ უღალატია. დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს? ხო, კინაღა მოჯახი დაანგრიე. იალჩი. კარგი არ იტირო. საკითხი მოგვარებულია. მალე ეზო ძველ დროს დაუბრუნდება. სკანდალები, ჩხუბები, სამეფო კარის თამაშები. დედა, კეთილი საქმე გააკეთე თუ მეჩვენება? გეჩვენება შვილო. ცოტა ტვინია მუშავე. პირადი სარგებლისთვის გავაკეთე ყველაფერი. იცი რა მოხდება, როცა მენექში ქმარს შეურიგდება? ძველებური გახდება და მე რა მოხდება? სულ ვიჩხუბებთ. ეს პირველი და მეორე. მეორე, ის რომ ესრე სამსახურიდან გავაგდებინე ოზანს. მესამე, თუ ჩემს ოზანს იმ გოგოზე დავაქორწინებ, უბედნიერესი ვიქნები. სხვა რა უნდა უნდოდეს დედას შვილისთვის? დედა, რა? ესრა სამსახურში დაბრუნდა. არ დაბრუნებულა. დაბრუნდა. დედას გულს ნუუხედავ. არ დაბრუნებულა. დაბრუნდა. დაბრუნდა? ხო, მართლა, მართლა. დაიბიცე? დედა, დაბრუნდა მეთქი. საზიზღარი. თავს არ ანებებს. ჩემს შვილს არ ეშვება. ალბათ გაიგო რომ ეს რა სამსახურში დაბრუნდა. ეს რა?
გისმენ ბატონო ოზან. არქშია, რა მევჭამოთ? არა, საღამოს ჩინართან ერთად უნდა ვივახშმო. სამსახური შემომთავაზა. რა სამსახური? ასისტენტობა შემომთავაზა და ნიუანსები უნდა გავიაროთ. არ გამავა. ვერ წახვალ. რა? რატომ? პრეზენტაცია დაამთავრე. ხოლ თათბირია. ხომ უნდა მოასწრო. ხო, ვერ დავამთავრე, მაგრამ რა ვქნა, 2 წუთიც არ მქონდა. ეს რა, უფრო მნიშვნელოვანი დავალება გაქვს. პროექტს ხელმძღვანელობ. არ არის საჭირო ვიღაცის ასისტენტი იყო. ჯერ დაამთავრე პრეზენტაცია. ხო, მაგრამ ხვალამდე როგორ მოვასწრო ოზან? დაგეხმარები. საღამოს ყველა რომ წავა, საკონფერენციოში დაგელოდები. საჭმელსაც შეუკვეთავ. რა სიტყვი? კარგი, მაშინ ჩინარს ვეტყვი, რომ საქმე გამომიჩდა. კარგი. უთხარი. აბა დროებით. დროებით. კარგი. Sağ ol kardeşim. Ada sahillerinde bekliyorum. Ne güzel რა კარგია, ასე იმღერე და იმხიარულე. ტვინი მათგენეთ ამდენი ჩუბით. არა უშავს სამაგეროდ მუშაობა შეეჩვიე. დედა გეყოფა რა. კაფე მხოლოდ ჩემს კისერზე იყო. ერთხელაც არ შეგიქივარ. ეს რა წესია? falan der. Aşk olsun vallahi. ოჯახ, ოჯახ. აი ასე. Ya ეს გოგო კაფესთან ტრიალებს. ოღონდ დამინახოს. ძალიან მაგარი იქნება. Tabii 2 güne ორი დღე ვერ მომეკითხე და მომენატრე. დედა, ელიფს უნახავ და მოვალ. მიდი. დროებით. Seni senden. Elif. ელიფ, Ne haber? რა შურბი? არაფერს შენ? İyi ben. კარგად ვარ და მალე უკვე გვიქნები. გონი დედა და მამა შერიგდებიან. რა კარგია. ძალიან. Şey მისმინე, დღეს ცოტა თავისუფალი ვარ. დრო მაქვს. gibi. რა სიტყვი? კინოში ხომ არ წავიდეთ? რამე კარგი ფილმი ხომ არ ვნახოთ? Sinemaya gidersek çok iyi olabilir bence. კინო კარგია, მაგრამ გეგმები მაქვს. გეგმები? მართლა? ვისთან? Kim bilsin? თემური მოვიდა. Temur mu? თემური მოვიდა? Niye yavaş? შენელებული კადრით რატომ მოდის? კეთილი იყოს. Ne haber Elif? როგორ ხარ ელიფ? კარგად. Selam. გამარჯობა. Selam. გამარჯობა. ერთმანეთს გაგაცნობთ. თემური ჩემს უნივერსიტეტში სწავლობს, ნიჭიერი სკულპტურისტია. Çok güzel. კარგია, თვალი არ იცეს. ეკო. ეკო ჩემი მეზობელია. Aslında ben კაფე მაქვს და საქმეებს ვუძღვები, მაგრამ ჩემი პროფესია უფრო კონსულტირებაა. Süpermiş dostum. მაგარია. Görelim mi? ხომ არ წავიდეთ? ხო, წავიდეთ. აქ ერთი სახელოსნოა. ოსტატს ეძებენ. თემური უნდა მივიყვანო. Sen de görüşürüz. შენ მიყავს? ხო, კარგია, მაგარია. დროებით. დროებით. გამეხარდა მეგობარო. Ulan ben როგორც კი ამ პარკში შემოვდივარ, რაღაც საშინელება ხდება. Vallahi billahi. ოზანზე ძალიან დიდი ზეწოლა მოახდინე პირველივე დღეს. გაბრაზდა და მართალიცაა. ჩემზეც გაბრაზდა. ჩაღლა, იქნებ ჩემს მხარეს იყო და არა ოზანის. ჩინარ, კომპანია მნიშვნელოვანია. ისე ვერ მოიქცევი, თითქოს ასე არ არის. ამის უფლება არ გაქვს. ყველაზე მეტად ოზანი წვალობდა, შენს კარგად იცი. მესმის რომ ოზანის მიმართ გრძნობები გაქვს. არ შეგიძლია გაგიცხო. ყველაფერს ყოველთვის სწორად არაკეთებს. ნუ ამბობ რომ ყველაზე მართალი და კარგი ადამიანია. გეყოფა რა. არას ამბობ ჩინარ. შეგიძლია ამეხსნა რა მოხდა. ასეთი რა მოხდა თქვენ შორის. ხვდები რომ რაღაცას მიმალავ. არაფერი მომხდარა. ოზანი ფიქრობს რომ ყველაფერი შეუძლია და ამის უფლება არ აქვს. ვინმე უნდა აჩვენოს ეს. სწორედ ამიტომ გაუწეწინა უნდაგობა, გაჩერებას არ ვაპირებ. ვერ ხვდები რა მოხდა, მაგრამ ამ სისულელის მონაწილე არ გავხდები. ოზანს დაველაპარაკები, რადგან შენ არაფერს მეუბნები. Nasıl? მოგწონს ეს რა. Esra. კარგად ხარ? Bayağı ყველაფერს მემაწერინებს. hazırını. რა ვქნა?
ხომ მითხარით დღეს უნდა დაამთავრო? კარგად დაწერე. ქალბატონ ჩაგლას უნდა მოეწონოს. ანუ ასე არა? შემომხედე მაინც, დამეხმარე. კარგი ხო? კარგი, შემოგხედავ. მაგრამ შენ დირექტორი ხარ. მე რა უნდა შეგისწორო? ვერ ვიჯერებ ეს რა. მართლა, კარგი მოვჭი. შეგიძლია რომ წაიკითხო. კი, წავიკითხავ. ანუ შეგვიძლია წავიდეთ. წავედით. მართლა, შენი მშობლები შერიგდნენ? არა, არ ლაპარაკობენ. ერთმანეთს რომ მოусმინონ, ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ არ უსმენენ. ვერ ვიჯერებ რომ მამას ამის გაკეთება შეეძლო. უნდა მოусმინონ. ზოგჯერ ადამიანს სიამაყე ძლევს ხოლმე. ფიქრობს რომ ყველაფერი იცის, მაგრამ მე ისეთ მდგომარეობაში ვარდება რომ არავის წარმოდგენა არ აქვს. მართალია. საუბარი მნიშვნელოვანია. მხოლოდ მოსმენა კი არა, ლაპარაკიც. არ უნდა ველოდოთ რომ ვინმე რამეს ჩუმად გაგვიგებს. იმისთვის რომ ელაპარაკო, ჯერ უნდა დარწმუნდე რომ მეორე ადამიანი მოგისმენს და გაგიგებს, არა? არ ვიცი. მგონი ბევრი ფიქრი საჭირო არ არის. ზოგჯერ სიტუაცია ბედს უნდა მიანდო. დედა ინერვიულებს. არა მგონია დედა შენი ახლა ნერვიულობდეს ეს რა. ინერვიულებს. დედა სულ ნერვიულობს. ყოველთვის ნერვიულობს. უნდა წავიდე. ლეპტოპს ჩავიდან. ყველად გარვიხარ ეს რა. ოზან, არ არის საჭირო, მართლა. ტაქსის გამოვიძახებ და წავალ. რა ტაქსი? ვერ ხედავ როგორც იმს ეს რამე წაგიყვან. არ არის საჭირო. ტაქსი გამოვიდეს და გავაჩერებ. ეს რა? ჩინარი რეკავს. ოზან, ხმა არა მოიღო. კარგი. ოზან, რა საკეთებ? ტელეფონი გამიტეხე. ოზან, რა გააკეთე? გაფუჭდება, გაგიჟდი? ხო, გავგიჟდი. გავგიჟდი ეს რა. რა გაყვირებს? შენ გამაგიჟე. რა გინდა რომ გავაკეთო? რა გავაკეთო? რა გითხრა? ხო, ძალიან ვეჭვიანობ. ამის მოსმენა გინდა? ო, ეს ყველაფერი ეს კომპანია აპლიკაცია შენთვის შექმენი. მინდოდა ერთხელ მაინც მოსულიყავი და გენახა. მე ხომ კარგს არაფერს ვიმსახურებ. ხომ მითხარი რომ დამივიწყე. ხომ მითხარი რომ აღარ გიყვარვარ. ხომ არ გინდოდი შენ ცხოვრებაში, რა შეიცვალა? ეს რა არ დამვიწყები ხარ გესმის? უზომოდ მიყვარდი. უზომოდ. შენ გედამდოვე და წახვედი. რამდენიმე თვე ვეძებდი მიზეს. სულ შენ გადანაშაულებდი ეს რა. ვერ დაგივიწყე. მაგრამ ახლა აღარაფერი მაინტერესებს. ახლა მნიშვნელობა არაფერს არ აქვს. ბოლოდ შენ მჭირდები და ვიცი რომ შენ ზგინდა ჩემთან. ოზან, გაჩვენდი. ეს რა ნუ არ ყოფ. ვიცი რომ შენ ზგინდა ჩემთან ყოფნა. შენ სწორედ ისე მიყურებ როგორც მე გიყურებ ეს რა. შენც თავიდან შეგიყვარდი. არა, უნდა წავიდე. ეს რა. ამჯერად აღარ წახვიდე. გთხოვ.